რახან ასე ვთქვათ, რისი უფლება აქვს და როგორი ასე ვთქვათ, პარალელები შეიძლება იყოს გავლებული. ის სამი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, მოდით ასე ვიტყვით. შეიძლება რაღაცა პარალელები იყოს გავლებული, ვთქვათ, რაში გავდნენ, რაში განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და რატომ მოხდა, რომ ვთქვათ, ორმა წინა დაასრულა ისე, როგორც დაასრულა და არ ვიცი, ხა ჩვენ არ ვართ მკითხავები, როგორ დაასრულეს მესამე ღმერთმა უწყეს. რა თქმა უნდა. არც გეონტიქიკოძეები არა ვართ. რომ განჭრეთოთ მომავალი. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამარჯვება იმისი იქნება, ვისაც აქვს მყარი სტრუქტურა შექმნილი, როგორც მანამდე ისე თქვა. იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს, თქვა, როდესაც გაიმარჯვა გვალმამაგიდამ, ბევრი თვლიდა, რომ ეს კარგახნით მოსული ხელისუფლება იყო და ის რაც წელიწად ნახევარში მოხდა, იყო ბევრისთვის მოულოდნელი. ვთქვათ, იგივე შევარდნაძე რომ ასე დაასრულებდა, ამის მოლოდინიც არ იყო, პირიქით იყო მოლოდინი, რომ ვიღაცა თავის მემკვიდრეს დაასახელებდა და რაღაცა გარდა. მიხეილ სააკაშვილიძეს ახლა მე მესმის, რომ ესენი მინიმუმ 50 წლით არიან მოსულები. თავადაც არ მალავენ, რომ განზრახვა ასეთია. რამდენად მათი გეგმები სრულდება ხოლმე და რატომ ხდება ის, რაც ხდება რეალურად მე იმიტომ რომ მართლა არ არის საჭირო ამ შემთხვევაში პროგნოზი გაკეთება, რომ პროგნოზები უკვე თვითონ გაკეთებულია ისტორიაში. იმ თვალსაზრისით, როგორ ამთავრებდა რევოლუციონერები ეს. ამიტომ მოდი ამას ნუ შევეხებით, უბრალოდ ვთქვათ, გადავიკითხოთ უგდავი კლასიკოსები, როგორც ერთი რადიო ამბობდა რამდენიმე წლის წინ, ხო? მათ შორის მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ერთ-ერთი 93 წელი ვიქტორ ჰიუგოსი. ანუ ამ თვალსაზრისით გასაგებია როგორია რევოლუციონერების ბედი. რაც შეეხება რევოლუციის ბედს, ეს არის ბევრად უფრო სერიოზული თემა. რევოლუცია გარკვეული აზრით, მე ესე ვიტყოდი, რა არის რევოლუცია? რევოლუცია არის ძველი ancien régime, რასაც ეწოდება ძველი რეჟიმის მოშლა. რა არის ძველი რეჟიმი? ძველი რეჟიმი არის სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა იერარქიას, ღირსებების გარჩევას ერთი მეორისაგან და რომელიც ეფუძნებოდა სუვერენულობისა და ლეგიტიმურობის გარკვეულ წესს, სადაც ყველაფერს განსაზღვრავდა პიროვნების ნება. მაგრამ ეს პიროვნების ნება ლეგიტიმური იყო, ეს საინტერესო მეტაფიზიკური მომენტი იყო, ლეგიტიმაციას იღებდა არამიწიერი ინსტანციისაგან, ანუ ღმერთისაგან, ეკლესიის მეშვეობით. აი ეს სისტემა იყო. მეფე არის ჩვეულებრივი ადამიანი, ამიტომაც ის ისევე მიდის აღსარებაზე და ზიარებაზე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ის ქრისტეს წინაშე ყველა თანასწორია, მაგრამ როდესაც ლაპარაკი იყო ძალაუფლებაზე, ითვლებოდა, რომ ძალაუფლება ეს არის ღვთისაგან. ნუ, იმიტომ რომ პავლე მოციქული შენიშნავს, დაემორჩილეთ სანამდე შესაძლებელია. მაგრამ ნუ მიესადაგებით. ლათინურად ეს შეჟღერს nolite conformari. აი აქედან მოდის სიტყვა კონფორმისტი. ანუ დაემორჩილეთ, მაგრამ ნუ იქნებით კონფორმისტები. და სადამდე დაემორჩილეთ, თუ მართველი არ შეურაცხყოფს მორალურ ქრისტიანულ ღირებულებებს და თქვენს წინაშე არ აყენებს მორალურ დილემას, დაემორჩილეთ მანამდე. მაგრამ თუ ის აყენებს მორალურ დილემას, მაშინ ნუ დაემორჩილებით. აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. ფაქტიურად ამ აზრით ქრისტიანი არის დაუმორჩილებელი და იდეალი არის მოწამეობრივი იდეალი. ანუ მოწამეები არ არიან რევოლუციონერები. იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა ისინი არ არიან კონფორმისტები. ამ აზრით შეიძლება ვთქვათ, რომ რევოლუციონერი და კონფორმისტი ერთი მედლის ორი მხარეა. გუშინდელი რევოლუციონერი მეორე დღეს თვითონ ხდება კონფორმისტი. იმიტომ რომ ესადაგება ახალ სისტემას. რა არის ეს ახალი სისტემა? ახალი სისტემა სრულად სხვა რაღაცას ეფუძნება. ამ შემთხვევაში ლეგიტიმურობის წყარო არის არა ღმერთი, არამედ ხალხი. და რა არის ხალხი? ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. 200 წელი ჩვენ ვარკვევთ რა არის ხალხი. რა თქმა უნდა, არსებობს პროცედურები, არსებობს დემოკრატია, არსებობს იდეოლოგიები, არსებობს პარლამენტარიზმი, ბევრი რაღაცა არსებობს, მაგრამ პირველ რიგში სადაც არის პრობლემა, ეს არის ლეგიტიმურობის სევდა და ლეგიტიმურობის პრობლემა. იმიტომ რომ მეფე რომელსაც თავი მოაჭრეს და რომელსაც ჩაენაცვლა კანონი, ძალიან საინტერესო მომენტია, ჩვენ კანონის მიმართ ვიყენებთ იმავე სიტყვას, რასაც ვიყენებდით მანამდე სუვერენის მიმართ. მაშინ იყო სუვერენის. აქედან მოდის სოციალური სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც მეფიდან გადავიდა ერზე. ეხლა ერი არის, ერს აქვს სუვერენიტეტი. მანამდე სუვერენი იყო მეფე, ხო? და ჩდება მეფის მოჭრილი თავის ადგილას კანონი, ხალხი, ერი, როგორც სუვერენი და
კანონის უზენაესობა. მონარქიის უზენაესობის ნაცვლად. აი რა არის კანონი და კანონის უზენაესობა? ეს არის ძალიან სერიოზული თემა. დღემდე. რა თქმა უნდა, აი 200 წელი სწორედ ამის გარკვევას უნდებით ჩვენ ყველანი. ანუ ძველი რეჟიმი მართლა აღარ არის, მაგრამ აი ეს ახალი სისტემა, რომელიც შეიქმნა, თავისი არსით არის რევოლუციური. რომელსაც დასასრული არ უწერია. თუ მართლაც სწორი არ არის ქრისტიანული ნარატივი, ქრისტიანული ისტორია, რომელიც გვეუბნება, რომ ისტორია სრულდება მეორედ მოსვლით. ხო, მაგრამ ზაზე მოდი ხდება რევოლუცია. ის ხალხი, რომელზეც ვარ ვკვებთ დღემდე რა არის და როგორ არის, დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ენთუზიაზმით აღწევს მოლოდინები, რომ აი რაღაცა ძლივს, ვიღაცა წავიდა სისხლის მსმელი და იწყება ახალი ცხოვრება, რომელიც ჩემთვის უკეთესი უნდა იყოს, მაგრამ გადის ცოტა ხანი, ენთუზიაზმი ქრება, იმედგაცრუება ხდება. თქვათ, ის უფლებები, რისთვისაც იბრძოდი, რომ აი მე ეს უფლება მჭირდება, აღმოჩნდება, რომ ის უფლება დიდად არც გჭირდება, მარტივ მაგალითს ვიტყვი. წლიდან წლამდე მცირდება არჩევნებში მონაწილე ადამიანების რაოდენობა. არა მარტო საქართველოში, სხვა ყველგან. ეს რა არის იმედგაცრუება, რომელიც რაღაცა მომენტში ისევ შეიძლება ახალი რევოლუციის საფუძველი გახდეს? რა არის? აი ამასთან დაკავშირებით ჩემი ერთი მეგობარი, რომელიც არის სწორედ პოლიტიკის ფილოსოფიის და სამართლის ფილოსოფიის სპეციალისტი აღნიშნავს შემდეგ რამეს, რომ განსხვავება ამ შემთხვევაში ევროპასა და ამერიკასა და საქართველოს შორის სერიოზულია. იქ არსებობენ ორგანიზაციები ევროპასა და ამერიკაში, ეგრეთ წოდებული მაგალითად watchdog-ური ტიპის ხორობლები, დამკვირვებლები, რომლებიც ძალიან სერიოზულ მონიტორინგს აწარმოებენ თანამედროვე სიტყვებით, რო ვთქვათ, ხელისუფლებაზე და ამ თვალსაზრისით ასრულებენ ისეთ ფუნქციას, რომ ადამიანს შეიძლება არ სჭირდება პირდაპირ მისვლა საარჩევნო, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები ისეთ ფუნქციას ასრულებენ, ისე ყავთ შეზღუდული ხელისუფლება და ისეთ დღეში ყავთ, რომ მართლაც იქ ვერ ვილაპარაკებთ აი მონიტორინგის ნაკლებობაზე თუ ხელისუფლების თავნებობაზე ნამდვილად. საქართველოში ამ ხრივ სხვა სიტუაციაა, საქართველოში ესეთი ორგანიზაციები ფორმალურად არის, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვერ აკეთებენ და რეალურად ჩვენ ვართ 20 წლის განმავლობაში ორ ძირითად ვნებას შორის არის პასიონი, რასაც ქვია, ორი ვნება. ერთი არის მომენტალური ჩამოგდების, მეხსეული დამხობის და მეორე ესე ვიტყოდი ნელი აპათიისა და ნიჰილიზმის, რომელიც საბოლოოდ ასე მთავრდება. აი ეს ორი პასიონია, გამომდინარე იქიდან, რომ ინსტიტუციები ვერ იქნება, სტრუქტურები ვერ იქნება, ახლა ეს საერთო ადგილია, რატომ ვერ იქნება თუ როგორ ვერ იქნება ეს ცალკე თემა, ის სტრუქტურები, რომლებიც დღეს მყარია, ბათ და უცებ მეორე დღეს შეიძლება საერთოდ პარალიზებული იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ არიან ძალიან მყიფეები მეორე წუთში იმსხვრებიან, როგორც ყველა ჩვენს ინსტიტუციას დაემართა, აი ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნილს. ანუ ვირყევით როგორც ლერწამნი ქართანგაძლიერთა ამ აზრით, იონე საბანიძის შემდეგ მე მგონი დიდად არ შეცვლილა მოვლენები ამ თვალსაზრისით რო ვილაპარაკოთ, ხომ? რა განაპირობებს ამას, რატო ხდება ის, რომ აი ჩვენ ვართ ისეთი, არა მარტო ჩვენ სხვა შორის არსებობენ ასეთი, ბევრი ესეთი ქვეყანა არსებობს, საქართველოს ამ ხრივ გამონაკლისი არ არის. მე მაინც მგონია, რომ ეს ხდება, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ ისტორიულად აი ბოლო რაღაცა პროცესებში ვერ მონაწილეობდით. რა პროცესებიც გაიარა მაგალითად ევროპამ და რასაც დაეფუძნა ევროპული ახალი ევროპა, რასაც დაეფუძნა ევროკავშირი, რასაც დაეფუძნა და პირველ რიგში მე რამდენჯერმე ეს აღნიშნე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან კარგი მაგალითია ევროპის მამა რობერ შუმანი, რომლის ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგაც მე უბრალოდ მივხვდი, რატო არ გამოდის ჩვენთან 20 წლის განმავლობაში არაფერი. ევროპის მამა რობერ შუმანი იყო ადამიანი, რომელიც რეზისტანსის განმავლობაში მონაწილეობდა რეზისტანსში, ანუ ნაცისტების წინააღმდეგ, რაღაც გარკვეულ პერიოდად მივხვდა, რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და განმარტოვდა მონასტრებში, ის იყო ქრისტიანი, კათოლიკე და მთელი წლები გაატარა ლოცვაში. და ამ ლოცვის დროს ის თან ქმნიდა ახალი ევროპის დეკლარაციას. და
როცა ყველაფერი დაინგრა, გამოვიდა და თავის ასევე მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე მორალური და ქრისტიანი ადამიანები იყვნენ, ასევე კათოლიკეები, კონრად ადენაუერი და ალჩიდე დე გასპერი, ახლა ესენი არ არიან მარგინალები, ხო? ძალიან სერიოზული ხალხია, ნამდვილად. შექმნეს ახალი ევროპა, რომელიც დაეფუძნა მორალურ ღირებულებებს. სხვა შორის, როდესაც რობერ შუმანი ადამიანებს ელაპარაკობდა, ის არ ლაპარაკობდა პირდაპირ ესე ვთქვათ ქრისტიანობაზე, ის ლაპარაკობდა ეთიკურ და მორალურ ღირებულებებს. და შეიძლება არ ახსენო ქრისტე, მაგრამ ქრისტე იყოს ამ ყველაფერში, თუ შენში არის, თუ შენ მართლა მოცველი ადამიანი ხარ და თუ შენ ლაპარაკობ ეთიკისა და მორალის ენაზე, იმიტომ რომ ათეისტიც ზუსტად ისევე შეიძლება იყოს ეთიკური, როგორც ქრისტიანი აბსოლუტურად ამორალური. ისმით, ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრების წესი. რობერ შუმანმა თავისი ცხოვრების წესით და თავისი პრაგმატიზმით ეს დაამტკიცა, დღევანდელი ევროპა მართლაც რობერ შუმანის ღირებულებებზე დგას და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, იცით, რომის ეკლესიამ 3 წლის წინ დაიწყო მისი ბეატიფიკაციის, ანუ ნეტარად შერაცხვის პროცესი. იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება ის ცხოვრობდა ბერული ცხოვრებით. აი 21 წლის განმავლობაში მე ასეთ ადამიანს ვერ ხედავ, მაგრამ მე-17 საუკუნის საქართველოში იყო პოლიტიკოსი, რომელმაც საკუთარი თავის მხრივად შეწირა და სწორედ მე მგონი ამ პოლიტიკურ და ქრისტიანულ გმირობაზე დგას თუ რამე კიდე არსებობს, ეს არის ქეთევან წამებული, რომელიც ჩვენ რეალურად გვავიწყდება რა არის ყველაზე მთავარი. ყველაზე მთავარი არის ღირებულებების და პრინციპების არ დათმობა და საკუთარი თავის შეწირვა და ეს სამწუხაროდ დღეს არც პოლიტიკურმა ისტაბლიშმენტმა იცის და არც ოპოზიცია.